დაუბრუნდეთ 1979 წელს საბჭოთა კავშირში, ქალაქ სვერდლოვსკიში, დღევანდელ ეკატერინბურგში. ეს ქალაქი იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო სამრეწველო ცენტრი. სწორედ აქ იწარმოებოდა ტანკები, ბალისტიკური რაკეტები, სარაკეტო სისტემები და სხვა შეიარაღება. ცივი ომის პერიოდში კი ეს იყო დახურული ქალაქი, სადაც უცხოელებისათვის შესვლა მკაცრად იყო შეზღუდული, ხოლო მრავალი სამხედრო და სამეცნიერო ობიექტის არსებობა იყო გასაიდუმლოებული. სწორედ ასეთ გარემოში ფუნქციონირებდა ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ცნობილ მე-19 სამხედრო დასახლებაში, მაგრამ სინამდვილეში აქ ჰიგიენაზე არავინ მუშაობდა. კედლებს მიღმა საბჭოთა მეცნიერები სასიკვდილო დაავადებებს სამხედრო იარაღად აქცევდნენ. და შეგახსენებთ, იაპონიის 731 დანაყოფს, ბიოლოგიური იარაღის პიონერებს, რომლებიც ამერიკელებმა დაინდეს ცოდნის გაზიარების სანაცვლოდ. მაგრამ ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ გაუკეთებია. ისტორიკოსების შეფასებით ამ ცოდნის ნაწილი სწორედ მე-19 სამხედრო დასახლებაში აღმოჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ამ დასახლების ადამიანები უცნაური სიმპტომებით საავადმყოფოებში მოხვდნენ. მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, ღებინება. ექიმები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ჩვეულებრივ ინფექციასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ პაციენტები ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ. ხელისუფლება 13 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მიზეზი იყო გაფუჭებული ხორცი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიმართლე ვეღარ დაიმალა. აღმოჩნდა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა ტექნიკოსმა სავენტილაციო სისტემის ფილტრი მოხსნა, თუმცა ახალი დროულად აღარ დააყენა. ღამით ჰაერში ჯილეხის მიკროსკოპული სპორები გაიფანტა, რაც ქარმა ქალაქისაკენ წაიღო და ადამიანები დაავადა. ჯილეხს ასევე შეიძლება იცნობდეთ როგორც ციმბირის წყლულს, ანთრაქს ან ხუზარას. საბჭოთა კავშირში 50-მდე ასეთი დახურული სამხედრო სამეცნიერო ობიექტი არსებობდა, სადაც მეცნიერები სხვადასხვა პათოგენის სამხედრო გამოყენებაზე მუშაობდნენ. დავაკვირდეთ, რომ სვერდლოვსკის ინციდენტი მოხდა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვიდან 7 წლის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს ოფიციალურად აღიარა, რომ მე-19 დასახლებაში ხალხი სამხედრო ბიოლოგიურ ობიექტზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა და ისიც დაამატა, რომ რეალურ მიზეზს მასაც დიდი ხანი უმალავდა კგბ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი მეცნიერების ნაწილი დასავლეთში გაიქცა. მსოფლიოს კი უამბეს, რომ მაშინ, როცა მოსკოვი ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას ხელს აწერდა, პარალელურად ისტორიაში უდიდეს საიდუმლო ბიოლოგიურ პროგრამას ავითარებდა. ერთ-ერთი გაქცეული მეცნიერი, კენ ალიბეკი, იგივე კანაჯან ალიბეკოვი ამტკიცებდა, რომ პროგრამის ბიუჯეტი და რესურსები იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე დასავლეთს ეკონა. მისი თქმით, საბჭოთა მეცნიერები არამხოლოდ არსებული დაავადებების იარაღად ქცევაზე, არამედ მათი გენეტიკური მოდიფიცირების შესაძლებლობებზეც მუშაობდნენ.